Ზანდეს თუ შეიძლება, როგორც ბატონმა ბესიკმა აუხსნა საზოგადოებას, ვინ შეიძლება არ იცოდეს, ზილების რევოლუცია შეერქვა მაშინ ამ საქმეს, იმიტომ რომ დაკავებულ დაპატიმრებულ პირებს აბრალებდნენ მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი ოპოზიციურ საქმიანობას ეწეოდნენ, აბრალებდნენ, რომ ზილის მეშვეობით უნდა შემოეყვანათ 40-მდე რუსი სპეცრაზმელი და განეხორციელებინათ სახელმწიფო გადატრიალება. ბატონო ნიკოლოზ, მოგესალმებით, მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. ჩვენი კომისიის წინაშე განზრახ ცრუახსნა განმარტების მოცემა იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, ასევე უნდა გაგაფრთხილოთ, რომ კითხვებზე უარი ან და კითხვებისთვის თავის არიდებაც იგივე სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. ამის დასტურად, რომ გაფრთხილება გაკეთებულია, რომ თქვენ ეს მოისმინეთ, გთხოვთ ხელი მოაწეროთ იმ დოკუმენტს, რომელიც ამდიმნო მოგაწოდათ. წინასწარ დიდ მადლობას მოგახსენებთ და გთხოვთ, რომ იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც საზოგადოებაში მაშინ და დღესაც ეგრეთ წოდებული ზილების რევოლუციის საქმით იყო ცნობილი, თქვენი კონკრეტული შემთხვევის შესახებ გვიამბოთ. აქ ეს ისეთი საქმეა, რომ არ გამოდის, რომ ერთმა ბრალდებულმა, შემდგომში მსჯავრდებულმა ისაუბროს ზოგადად საქმეზე და შემდეგ უკვე ჩვენ სხვა ბრალდებულებს და მსჯავრდებულად ქცეულ ბრალდებულებს მოგვიანებით კითხვები დავუსვათ პირდაპირ, იმიტომ რომ აღმოჩნდა, რომ უმრავლესობა მათგანი ერთმანეთსაც კი არ იცნობდა, ისე დააბრალეს, რომ იყვნენ ჯგუფი დანაშაულებრივი და შესაბამისად ყველას ისტორია არის ინდივიდუალური და ერთმანეთისგან განსხვავებული და ერთმანეთის შესახებ ვის რა უბედურება დაატყდა თავს, დღემდე ბოლომდე არ იციან. ამიტომაც თქვენი კონკრეტული ისტორიის შესახებ გთხოვთ, რომ 10 წუთის განმავლობაში გვიამბოთ თავისუფალი თხრობის რეჟიმში და შემდეგ დაგისვამთ თქვენი ნებართვით კითხვებს, თუ შეიძლება. ამისთვის უნდა ჩართოთ მიკროფონი, წითლად რომ აინთება, ნიშნავს, რომ ხმაც ისმის. გთხოვთ. მოგესალმებით, მე ვარ ნიკოლოზ ჯანჯალაშვილი. მე საერთოდ არანაირი შეხება არ მქონია არც პარტიასთან, არც პიროვნებასთან, საერთოდ ოქროაშვილსაც არ ვიცნობდი, ერთი ვიცნობდი ტელევიზიიდან. უბრალოდ ვიცნობდი მაგის ბრძოლს, ეხლა გარდაცვლილია ის ბიჭი, გოჩა ჩიხლაძეს. მეგობრობდით რა და გამირეკა გოჩა ჩიხლაძემ, რომ ადრე ქონდა ჩემი ვალი ვასისხე და უნდა გადმოგწეო თანხაო. კი ბატონო, მეთქი სატრიალებო, მეთქი დიდუბის ტერიტორიაზე ვტრიალებ მეთქი. აი ამ დამადგილას ავალო. შევხვდი გოჩას, გადმომცა ეს თანხა და მეუნება, რომ დღესო მთელი დღეო მანქანები დამდევენო. დაგდევენ, თუ დაგდევენ, მე რაღაც მირეკავ მეთქი შეგაი ადამიანი ხო შეიძლება რომ ამარიდო მეც ესეთი რაღაცა თუ არის. და დავამთავრეთ. შევხვდი, წამოვედი და რომ წამოვედი გზაში რამდენი იყო მაინც? ბატონო, ვალი რამდენი იყო? აუ, ძალიან დიდი 200 ლარი. ხო და ისა რო წამოვედი გზაში შევამჩნიე, რომ იქიდან გამოყოლილი მეც რამოდენიმე მანქანა გამომყვა. ეხლა გამომყვა მანქანა, არ მივაქციე ყურადღება, მეთქი შეიძლება დაინტერესდნენ ვინა ვარა ვარ და შემეშნა. 29 ღამე ისა დღე რიცხვი იყო 2011 წლის. დეიდაშვილმა დამირეკა, რომ მანქანა მათხოვეო და გავატანე. დავაზუსტოთ ივნისი. ივნისი, დიახ. 2011 წლის 29 ივნისი. მივეცი მანქანა, ღამე მომიყვანა ეს ჩემი მანქანა, ლიფტში ჩამიდო გასახები და ავიღე. ავიღე და უკვე გადავდივარ იმ პროცესზე, რომ იწყება ჩემი დაჭერა. ღამის 3 თუ 4-20 წუთია, კარებზე კაკუნია, ვიხედები ლაზოქში ეგრეთ წოდებული და ორი პატრულის თანამშრომელი და მე ვერ წარმოვიდგენდი ახლა იქიდან გამოყოლი და თურმე, ვიფიქრე, რომ ჩემმა დეიდაშვილს მანქანა რო ვათხოვე, რაღაცა ინციდენტი ხო არ მოუვიდა და
ამ იმაზე ისა ვაღებ კარებს და შემოდი ეს პატრულის თანამშრომლები გვერდზე გაწიეს და შემოდის 1.50-60 სული მასკიანი თავის ძაღლებით ვეხვეწები რომ ბავშვებს ზინავთ მეთქი 2 არასრულწლოვანი 1 ბიჭი 7 წლის იყო და გოგო 3 წლის იყო რომ ოთახებში არიან ზინავთ მეთქი და არ შეხვიდეთ მეთქი ну ამას ეს რა თქმა უნდა არავინ არ გაითვალისწინა შევიდნენ ბავშვები წამ და 2 მოხუცი იყო კიდე აბაჩემი და ბებიაჩი ну შემოიტანეს მარმარილოს მაგიდა მაქვს მეტრანახევარი და გადაშავებული იყო ეს ჩემი მაგიდა იარა ავტომატით კიდე მე მგონი მუხა ისენი რა ქვია ლიმონკები და ესეთი რაღაცები და ბავშვი საწოლიდან ამოიღეს გოგოს საწოლიდან ამოიღეს ავტომატი ბოდიში ერთი წუთით საქმიდან მაინც წავიგითხავ ესე იგი ინახავდა კალაშნიკოვის სისტემის იარაღს ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარყურს აი ეს დიდები რო არის F1 ტიპის ხელყუმბარას და რაღაც ფაილებსა და საბრძოლო ვაზნებს 20 საბრძოლო ვაზნა არის სხვათა შორის ყველა 1000-მდე ადამიანი ამ კონკრეტულ საქმეში ყველგან არის ერთი და იგივე აღწერილობა და ну ეს რა ქვია ну კიდე მე იქ მაგიდაზე ადგილი რო არისო გამოჩიდადეს და ეს დაინახა ცხონებულმა ბაბაჩემმა და ეგო რა არისო პაპიო გაჩერდიო თორეო შენ შვილიშვილთან ერთად ჩვენც წაგიყვანთო რა ну გაი ჩამთავრდა ეს ყველაფერი ჩამიყვანეს დაბლა და მეზობელი ყვება უკვე ეს რო გამოვედი ეს იმდენი ხალხი იყო რომ ჩვენო გვეგონაო კინოს იღებდნენო წინა корпуში და უკანა корпуში სნაიპერებიც კი ეჯინათ ну წამიყვანეს მოდულის შენობაში მაგან მეძებდნენ ჩემები და რო ვერ მიპოვეს სად ვიყავით და რაღაცა და ჩემე უღლეს ვკითხარი რომ მაგის ბიძამისთვის დაერეკა რომ ისა რა ქვია მეთქი იქნება რამე მიშველო რა ხდება ვაფშე იმაში არა ვარ გაგებაში არა ვარ და მოდულში რომ მივიყვანე ბიძამში ჩემ წინ გამოატარეს ეგრევე ისეც დაჭერილი იყო და დარჩათ ტყვიები და აბრუნდნენ უკან და ეს იყო გამომძიებელი გელაძე ალექსანდრე და მე მგონი ეხლა გავიგე თავი ჩამოუხჩია მაგას ცოდვება მეუწია ეთყობა და ნუ მემიყვანეს იქა შემიყვანეს ოთახში საიდან იცნობ ოქრუაშვილს ვეუნები არ ვიცნობ ადამიან როგორ არ იცნობო მაიგ უნდა დაკავშირებოდათო უნდა მოეცა თქვენთვისო ეს ტყვიები ის ავტომატი და ეგეთი რაღაცეები და ან უნდა გადაგვეტრია უნდა გვეყიდა ზილი და თუ გაზელი და უნდა მაგითი გადაგვეტრიალებინა სახელმწიფო მეთქი არ ვიცნობ მეთქი და გვატყუებ ვიცნობ მეთქი და საიდან იცნობო და ტელევიზიიდან მეთქი აი მაგის თქმა იყო და ბოდიშით და 3 კვადრატიანი მაში რა ქვია ოთახში დამიწყეს რტყმა მე ხელები რო დაეღალათ მოდი ახლა წნევა გაუსინჯოთ ну წნევის გასინჯვას ეძახდნენ დენის შეერთებას ეს დენის შეერთება ისეთი დენი იყო რომ წეგან გოჩამაც მოყვა უკაცრავად ლერიმაც მოყვა შეერთებული ქონდა იმაში შტაბ-ცელში და როგორც წნევის აპარატი ზუსტად ეგეთი იყო იმ დონეზე მირტყავდა რომ ეს აქ რომ მეკეთა ეს ხელი თვითონ მირტყავდა ამ ხელიდან გადავიდნენ მეორე ხელზე მეორე ხელიდან გადავიდნენ ბოდიში და ფეხებზე და დილის 7 საათზე რომ მიმიყვანეს მოდულის შენობაში სადღაც ღამის 12 პირველ საათზე ჩაგვიყვანეს ეგრეთ წოდებულ კაპეზაზე რა დროებით იზოლატორში მანამდე მიმდინარეობდა ელექტროშოკის წამება და ცემა პირადად კვარაცხელია მახსოვს ძალიან კარგად სახელი ხომ არ გახსოვთ ისა გივი თუ არ ვწდები გვარი ზუსტად გახსოვთ გვარი ზუსტად მახსოვს კვარაცხელია აღნაგობა სურათი რომ ანახოთ დაჟე მე რო გლდანში გადამიყვანეს ბოლოს უკვე რო შეიცვალა მთავრობა და რომ მობზანდით თქვენ და უკვე ის დაიჭირეს და რო დაიჭირეს корпуსის წინ გაატარეს რო გაატარეს იქ ოფიცერს უთქვია რომ რამე ის ხო არა გაქო მიქარულიო რომ გიცნოს ვიღაცამო და არაო მეო მოსმენებში ვარო და
ჩემი შეხება არ მქონდაო. შეხება არა კი ერთ-ერთი ჯალათი იყო. ვიცანი და ბუდუში და კოიმიდან რა ქვია, კამერიდან დაუწყე შეურაცხყოფის მიყენება. ნუ მაღაზე მე დავისაჯე, ოფიცერებმა დამსაჯეს, რომ ესეთი რაღაცა ჩავიდინე. უკვე ხელისუფლება რო შეიცვალა, თქვენ სანამ გამოხვიდოდით ისევ გლდანში ხართ? გლდანში ვიყავით, გამოვედით 13 იანვარს დიდი ამინისტიის პოლიტპატიმრის სტატუსით. კი ბატონო, მაგრამ ამ დროს კვარაცხელია დააკავეს ხელისუფლების ცვლილებისას და ისიც მოხდა გლდანში. და იქ იმ კორპუს გულისხმობთ საზოგადოებისთვის რომ განმარტოთ რომ იმ კორპუსის წინ ჩაატარეს როგორც პატიმარი, სადაც თქვენ იხდიდით სასჯელს. კამერის ჩემთან ერთად ვინც იჯდა იმ ბიჭმა მითხრა რომ შემოგხედეთო თვალები ქონდაო გადაწითლებულიო რა. იმ დონეზე უკვე იმოქმედა რომ დავინახე ესა და ნუ დავიწყე ზემოდან შეურაცხყოფის მიყენება. მოდულში რო იტყვიან აი ეს დილის 7 საათიდან თუ 8 საათიდან მიყვანილი ღამის 12 საათამდე მაწამებდნენ, მე ჩემი ძმის მეგობარმა მიცნო და რო იტყვიან მომიტაცა და იმან ჩამიყვანა დაბლა, რო კიდე აღარ ვეცემე. მეგობარი იქ მუშაობდა? იქ მუშაობდა და ნამდვილად არც სახელი მახსოვს, არც გვარი მახსოვს იმ მაგრამ გიცნოთ და გამოგარიდეთ რაღაცა. გამომარიდა, უკვე გამორიდება იყო, დიახ, იმიტომ რომ თვითონაც აღარ იყვნენ. ხან ერთ ოთახში გადამიყვანდნენ, ხან მეორე ოთახში გადამიყვანდნენ. წამება რაში მდგომარეობდა გარდა ელექტროშოკით წამებისა? ცემით. ცემა. რით იქცემა? იმის მერე დაზიანება. ბოიმითი რა ქვია? ერთჯერადი პლასმასის წყლის ბოთლით. წყლის ბოთლებით. დაზიანება მაქვს ხერხემალზე ორჯერ მაქვს ოპერაცია გაკეთებული. ღვიძლზე გამომყვა ციხიდან ბ ჰეპატიტი. და მადლობა ახლა ისევ და ისევ თქვენ ხელისუფლებას ამ ბ-ჰეპატიტის პროგრამა რო შემოვიდა და მაგაში ჩამსვეს. და მაგასთან ერთად ბ-ჰეპატიტი თუ C-ჰეპატიტი? B. და მაგასთან ერთად ელენთა დამიზიანეს და ელენთა მაგ ამოღებუნი. ცემით. ციხეში არა ბუდიშით, ციხეში ხელი არავის არ დაურტყია, რაც მართალი და ნუ იქ იყო მე და ვიჯექი რო იტყვიან წელიწადი 6 თვე და 13 დღე. სრულიად უდანაშაულო ადამიანი. სრულიად უდანაშაულო, დაკარგეთ ჯანმრთელობა და არავით არის შეხება არ მქონდა. არც ნამდვილად მართლა ოქრუაშვილს ვიცნობდი ტელევიზიიდან. გასაგები. ის თქვენი მეგობარი, ვინც ვალი დაგიბრუნათ და იქ რითი გარდაიცვალა? იმას დენმა დაარტყა ახლა, მაგრამ მე მოდულში მაგის წამება მაჩვენეს, უბრალოდ გაატარეს. არ ვიცი, ორ პიროვნებას ჰქონდა პადრუშკი გაყრილი და ისე მიათრევდნენ თუ ბეისბოლის ჯოხზე ჰქონდათ ბოდიში და როგორც ტრიაპკა გადაკიდული. დაჟე ისეც ათქვეს, რომ მოგვიკვდა. მაგრამ მადლობა ღმერთს გადარჩა და ნუ ახლა 1 წელიც არ არის გარდაიცვალა. რა ხნის მამაკაცი იყო? 40-42 წლამდე რა. საბამისად ასაკიდან გამომდინარე არ გარდაიცვლებოდა ალბათ. მასაც დაუზიანდა ჯანმრთელობა ცემის შედეგად. ის დაჟე ეს 6 ან 3 ან 6 თვე რეზბალნიცაზე ყავდათ, რომ იმ დონეზე ქონდა ჯანმრთელობა შელახული. გასაგებია. შემდეგ უკვე მოვიდა თქვენი ხელისუფლება და 2013 წლის 13 იანვარს რო იტყვიან ერთიანი შეხების ამინისტიის საფუძველზე მოიპოვეთ თავისუფლება. როდესაც გამოხვედით საპატიმროდან, შემდეგ თუ ყოფილა რაიმე ტიპის ან ზეწოლები უკვე თავისუფლებაზე ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან? არავისგან. ადვოკატი თუ ყავდათ? კი, ყავდათ. ვინ იყო თქვენი ადვოკატი? სისმარი ონიანი. გასაგებია. შეკითხვები? ბატონო გურამ გისმენთ, ბატონი სოზარის შემდეგ. ესე იგი მე რიტორიკული შეკითხვა მექნება, მაგრამ არ შემიძლია რომ არ გითხოთ და საზოგადოებისთვის განსაკუთრებით ეს და მათ შორის უცხოელებისთვის. თქვენ ალბათ გახსოვთ რომ წინა საარჩევნოდ ეხლა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ
ბევრმა ელჩმა და მათ შორის ევროკავშირის ელჩმა წამოიწყო წინასაარჩევნო კამპანია, ჩავიდა რეგიონებში და ხალხს მოუწოდებდა, რომ ევროპული პარტიებისთვის და პირველ რიგში ნაცმოძრაობისთვის დაეჭირათ მხარე. ეხლა გასაგებია, რომ ევროკავშირის ელჩი ჩვენ არ გამოგვეხმაურება სამწუხაროდ, მაგრამ ვიმეორებ, რიტორიკულია ეს კითხვა, მაგრამ თქვენს გეძლევათ საშუალება, რომ ეხლა დააფიქსიროთ ეს პოზიცია. აი თქვენ რაც მოყევით, თქვენს წინამორბედებმა რაც მოყვნენ. აი ამ თითქმის 2 თვის განმავლობაში აქ ადამიანები მბრძანდებოდნენ და საშინელებები რომ მოყვნენ. ეს ის ევროპული პარტია, რომლის რეჟიმის დროსაც ხალხს აწამებდნენ ციხეში, ზოგმა ელენთა დაკარგა, ზოგმა ფიზიკურად ვერ გაუძლო და ჭუაზე გადავიდა, ზოგი ცოცხალი ვერ გამოვიდა იქიდან და აბსოლუტურად უდანაშაულობები, მათ შორის ერთ-ერთი თქვენ მბრძანდებით აქ. თუ ამასაც ციკლს უწოდებენ ლელოს ლიდერების მსგავსად ელჩები, ესეც რიტორიკული კითხვაა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ხას უსვავ. ეს ის ევროპული პარტიაა, რომლის რეჟიმის დროსაც აი თქვენ და თქვენაირები სამწუხაროდ ასეულობით და შეიძლება ათასეულობით ადამიანი გახდა მსხვერპლი. ვინც ცოცხალი გადარჩა და ვინც არ გადარჩა, ესეც მოვისმინეთ ჩვენ და კიდევ ბევრი არის ასეთი. ალბათ ამ კომისიაზე 5%-იც ვერ მოახერხებს, რომ გამოვიდეს და ისაუბროს. ეს არის ევროპული პარტია, ეს არის ევროპული ღირებულება, რომლისკენაც წინასაარჩევნოდ ევროკავშირის ელჩი და სხვა ელჩები მოუწოდებდნენ, რომ ხმად მიეცა ხალხს. რიტორიკული კითხვაა, მაგრამ მაინც უნდა დამესვა თქვენთვის ეს კითხვა. ეგენი არიან, რომელსაც აი მართლა ის რო იტყვიან ვერ წარმომიდგენია, რომ ევროკავშირი, რომელიც იბრძვის იმისთვის, რომ ხალხმა მშვიდობითი იარსებოს, მშვიდობით იყოს, ესე თვითონ ერთი მხარე დაიჭიროს მარტო რა. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენ. მაგრამ ეგ არის. ბატონო სოზარო. დიდი მადლობა ბატონო ნიკოლოზ რომ მოგზანდით. დავადასტურებ, რომ ჩვენ განსხვავებით წინ ასუმრებისგან არ ვიცნობთ ერთმანეთს, არანაირი კავშირი ჩვენს პარტიასთან არ ქონია, ქართულ პარტიას გულისხმობ. ზოგადად მონაწილეობდა თუ არა ეს ადამიანი განსხვავებით წინ ასუმრებისგან საპროტესტო აქციებში, ესეც არ ვიცი, მონაწილეობდით ისე საპროტესტო აქციებში თუ პოლიტიკისგან შორს იდექი? საერთოდ შორს ვიყავ. საერთოდ პოლიტიკასთან საერთოდ კავშირი არ აქვს. ცნობობის კავშირზე, მაგრამ ზოგადად რა ბრალდებაც არსებობდა. ანუ სახელმწიფო გადატრიალების ცდელობა, ზილებით სპეცნაზის შემოყვანა და თითოეულის ოჯახში იარაღის მთელი არსენალი. ეს ისეთი ბრალდებაა, რომელზეც წინა ხელისუფლების პირობებში კი არა, ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში ძალიან დიდი ის იქნებოდა, ძალიან დიდი მსჯავრი იქნებოდა მრავალწლიანი. ჩვენ გვახსოვს კარგად შემთხვევა, მაგალითად ბათუმში იყო, როცა 18 წლის ბიჭს 18 წელი მიუსაჯეს, იმიტომ რომ 18-ის არ იყო ბოდიში, 17 წლის არასრულწლოვანს, 18-ის არა, შემაბადე 18 წლის ბიჭს 18 წელი მიუსაჯეს, იმიტომ რომ 6 ცალი საბურავი მოიპარა და 6 ცალს ერთად ვერ გამოიტანდაო და 3 ორს გამოიტანდაო და შეკრებითობით მიუსაჯეს 18 წელი. აი ესეთი ხელისუფლება იყო და ასეთი არსენალი თუ ქონდათ ოჯახებში, გეტყვით რა მიუსაჯეს. ლერი ბერიტაშვილი 5 წელი, რომელიც მერე შეუცვალეს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და დანარჩენი 4 წელი და 6 თვე პირობითი. ბესიკ ბერიტაშვილი იგივე და თქვენს მე მეგონი 11 მქონდა თუ არა ვწდე. აი აქედანაც კაფიოდ ჩანს, რომ ეს არის ჯანჯალაშვილი, აბიგერ შეეცვალა 4 წელი და შეეცვალა 2 წელი თავისუფლების ვადა და დანარჩენი პირობითი. აი აქედანაც ჩანს, რომ შეთითხნილი საქმე იყო და სამართალთან გავლილი არ ქონდა ამათ სასამართლო პროცესს იმ წამებაზე, რომ არაფერი ვილაპარაკოთ, რაც მათ გაიარეს. დიდი მადლობა რომ ესე ერთსაც დავამატებ, წეგან ბატონმა ლერიმ რო თქვა, მართლა ეგრე იყო იმ თოფურიამ, კინო გადაიღო. მიგვიყვანდნენ, გამოგვიყვანდნენ. მიგვიყვანდნენ, თუ გვიჭერ დაგვიჭირეთ, თუ გვიშვებ გაგვიშვით რა. თოფურიძე მოყვა. აი ეს ეპიზოდი რომ მოყოთ, ესე იგი რომ მიგიყვანეს სად კონკრეტულად მოდულის შენობასთან, უკანა მხრიდან, დაგხვდათ სოსო თოფურიძე. კი, ამაღლებულ იმაზე იდგა ზემოდან, ეს 15 თუ 16 კაც გადმოგვიყვანდნენ მანქანიდან, აგვიყვანდნენ, არ ვარგა უკან გამოგვიყვანდნენ. ამდენ ეგრეთ წოდებულ კარწინკას პიარულად გასაგებია. კინოსად გავდნენ რა. ასე თამაშობდნენ ადამიანის ბედით. კი ბატონო. უბრალოდ მადლობა მართლა რომ
შეიცვალა ხელისუფლება, მოვიდა ისეთი ხელისუფლება, რომ ხალხზე ფიქრობს, ნამდვილად ხალხზე ფიქრობს. და თუ ესე გააგრძელებთ, ანუ ეხლა რომ ვინმეს ვალი გამოართვათ, აღარ გეშინიათ. არანაირად. მადლობა. არანაირად და მადლობა ჩვენ პოლიციას კიდე ესე იმათ რომ გვერდზეთ განან ხალხის გვერდზე. ძალიან ბევრს უძლებს დღეს ჩვენი პოლიცია ამის 1%-საც კი არა აიტანდნენ მაშინ მთელი პოლიტიკური ხელისუფლების წარმომადგენლები და აქცევდნენ პოლიციას საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად იარაღად. მადლობა ბატონო ნიკოლოზ, ჯანმრთელობას, წარმატებებს გისურვებთ, მადლობა მობრძანებისთვის. გაიხარეთ, თქვენ მადლობა. სამდივნოს თხოვრომ ბატონი ნიკოლოზი გააცილოს და ჩვენ ბოლო პირი ყავს დღეს ახსნა-განმარტებისთვის მოსაწვევი დღევანდელი სხდომის ფარგლებში. ეს გახლავთ ბატონი ლევან ტერაშვილი, რომელიც ამავე საქმეზე, ეგრეთ წოდებული ზილების რევოლუციის საქმეზე იქნა გასამართლებული. სამდივნოს თხოვრომ ის შემოაცილოს დარბაზში და დავიწყოთ